მოგესალმებით მეგობრებო, როგორ ხართ? იმედია ყველანი კარგად გრძნობთ თავს. დღევანდელი შენი გაშლა იქნება. რასაც სიამოვნო, სიახლე შემოდის თქვენს პირად ცხოვრებაში ნოემბრის თვეში. გავიგოთ. ჯერ ნახოთ თქვენ რა ენერგიებში იმყოფებით ახლა, ვინც ახლა ამ ვიდეოს უყურებთ. რა ენერგიებში იმყოფებით? საინტერესო. ამ წუთას მეგობრებო, თქვენ საკმაოდ იცით როგორ ენერგიებში ხართ, აი თქვენს რესურსებს, თქვენს ენერგიას, დროს, ემოციას, ყველაფერს ინახავთ თქვენთვის, თქვენი საქმეებისთვის, თქვენს თავზე იყენებთ ამ ყველაფერს, ასე ვთქვათ. საკმაოდ ბევრი კამათი დაგჭირდათ და ისეთი ჩხუბი, ასე ვთქვათ, საკუთარ თავთან, იმისთვის, რომ გაგენულებინათ რაღაც სიტუაციები, ეს შეიძლება იყოს კონკრეტული ადამიანი, თასების მეფე ამოგვივიდა და შეიძლება იყოს სიტუაციები თასების მეფესთან, რომელთანაც გქონდეთ საკმაოდ იცით როგორი სიტუაცია, ანუ სასიყვარულო, მაგრამ გადასული აი რაღაცა სიმძიმეებში, ანუ ის თვითონ შეიძლება მშვენივრად გრძნობდა თავს, მაგრამ აი თქვენ საკმაოდ ისეთი ვალდებულება ბევრი გქონდათ საკუთარ თავზე აღებული ამ ურთიერთობაში. შეიძლება ეს უბრალოდ იმითაც გამოიხატებოდა ვიღაცებთან, ესეც რეზონირდება, რომ უბრალოდ თქვენ უფრო მეტს გასცემდით ამ ურთიერთობაში, ვიდრე ეს ადამიანი და საბოლოოდ გამოვიდა ისე, რომ საკმაოდ ისეთი მიჯეჭვულობა გამოიწვია ამ ყველაფერმა თქვენი მხრიდან და თქვენ საკმაოდ ის დაგჭირდათ ბევრი დროც და ენერგიაც იმისთვის, რომ ეს ყველაფერი გაგენულებინათ საკუთარ თავში, რა თქმა უნდა. და თქვენ ამ წუთას ხართ ისეთ ენერგიებში, რომ აი წასული ხართ, აი როგორ გითხრათ, შეხედეთ როგორი ეტლის არკანია, აი გაიქეთით თითქოს აი რაღაცა მთელი ძალა და ღონე რაც გქონდათ, გაერიდეთ და გაიქეცით ამ სიტუაციიდან, იმიტომ რომ ხვდებოდით, რომ ბედნიერი არ იყავით, აღარ იყავით ამ ურთიერთობაში და იმას ვერ იღებდით, რაც გჭირდებოდათ, მოკლედ. და მთელი თქვენი ენერგიით ამ წუთას გადართული ხართ თქვენს საქმეებზე, თქვენს წინსვლაზე და წარმატებაზე, არ ვიცი ვინ რას აკეთებთ, მაგრამ აი ეს ემოციები და სასიყვარულო რაღაცა სიტუაციები თითქოს გვერდზე გაქვთ გადაწეული და განულებული გაქვთ და გადართული ხართ თქვენს კარიერაზე, ვიღაცები კარიერაზე, ვიღაცები ბიზნესზე, ხო, აი ესეთ ენერგიებში იმყოფებით ახლა. ვერ ვიტყვი, რომ ცუდად გრძნობთ თავს, ძალიან კარგად მიიწევთ წინ და მშვენიერ ენერგიებში იმყოფებით. ძალიან კარგი. ახლა ამ დასტას ავიღებ და ვნახოთ, აბა რა სასიამოვნო სიახლე შემოდის თქვენს პირად ცხოვრებაში ნოემბრის თვეში. აი ამ წლის ნოემბრის თვეში. ხო, მეგობრებო, რო არ დამავიწყდეს, მაგრამ ბოლოში ყოველთვის მოვიწყდება ხოლმე და თავშიც
გამოცხადება და თქმა. ფასდეკლება მოხს ვრცელ გაშლებზე ერთი კვირის განმავლობაში 40 ლარი, 60 ლარის ნაცვლად. 40 ლარი იქნება ერთი კვირის განმავლობაში ვრცელი გაშლები. ზოგადად ვიდეოზე არ ვაკეთებ ხოლმე ვრცელ გაშლებს, მაგრამ თუ ვინმეს გნებავთ voice-ით შემიძლია, რატომაც ბევრმა რამოდენიმე უпроსტად გამოთქვა ისეთი აზრი, რომ voice-ით მირჩევნიაო, რადგან მე თვითონ უსმენთ ამ ყველაფერს. ხო, ვისაც როგორ გნებავთ მოკლედ. 60 ლარის ნაცვლად ვრცელი გაშლა იქნება 40 ლარი. ხო, გავაგრძელოთ ჩვენი გაშლა და ვნახოთ, რა სასიამოვნო სიახლე შემოდის თქვენს პირად ცხოვრებაში ამ წლის ნოემბრის თვეში. ხო, ჯერ იმას ვიტყვი, აქ რა სიტუაციებიც გვაქვს. საინტერესო. თქვენს ცხოვრებაში, პირად ცხოვრებაში, რადგან ახლა ამ საკითხზე ვშლი, საკმაოდ დიდი ცვლილებები მოიჩქარის, მეგობრებო, ან უკვე დაწყებულია, რაღაცა ახალი იბადება. ძალიან საინტერესოა, რაღაცა იცვლება. თუ არსებული ურთიერთობა გაქვთ უკვე, ან დაპაუზებული გაქვთ ურთიერთობა, ან ასე შემდეგ, ეს ყველაფერი იცვლება, მეგობრებო, ნოემბრის თვეში. აი, სრულიად ტრანსფორმირდება და თქვენ რაღაცაზე რომ მოცნებობდით, რაღაცების იმედი რომ გქონდეთ და ასე შემდეგ, აი ზუსტად ამ ყველაფრისკენ იცვლება თქვენი პირადი ცხოვრება. ძალიან საინტერესოა. საკმაოდ მოდი ალბათ ჩავშალოთ უფრო მეტად. აი პირველივე არკანი უკვე ისეთი ამომივიდა, რომ აქ რაღაცა უნდა დაბალანსდეს, რაღაცა ჰარმონია უნდა დაისადგუროს თქვენს ურთიერთობაში. ან შემოვიდეს ისეთი პიროვნება ახალი, ვისთანაც გექნებათ საკმაოდ ჰარმონიული ურთიერთობა და დაბალანსებული. და რაც მთავარია, ვისთანაც არ გექნებათ რაღაცა ეს ეგოს ჭიდილი, ასე რომ ვთქვათ, იმიტომ რომ ურთიერთობებში საკმაოდ სადაც არის აი ესეთი ეგოსთან ბრძოლები, ხო? ან ერთ პარტნიორთან, ან მეორესთან, ან უარესი ორივეს აქვს ეს ძალიან გამძაფრებულად. სრულიად არაჯანსაღი, ტოქსიკური ხდება ასეთი ურთიერთობები და თქვენს შემთხვევაში თუ გქონდათ და გყავთ პარტნიორი, რომელთანაც ან გაქვთ ურთიერთობა, ან დაპაუზებული ურთიერთობა, ამ სიტუაციაში ზუსტად აი ეს იცვლება რა, ანუ თუ ადრე გქონდათ აი ეს საკმაოდ ებრძოდით ერთმანეთს და ორივე ძალიან ჯიუტები და ორივე ძალიან ამაღლებული ეს ეგო გქონდათ, ხო? აი ეს დაბალანსდება, მეგობრებო, და თითქოს გვერდით გადაიწევს ორივე პარტნიორი შეთანხმდებით ამ ყველაფერში, ეს თქვენი რაღაცა შინაგანი სიჯიუტე და რაღაცა ბრძოლები ერთმანეთთან, ხო, აი ესეთი ენერგეტიკული, გვერდით გადადოთ, რადგან ორივე ძალიან ცუდად გრძნობთ ერთმანეთის გარეშე თავს და მიზეზი, რომ ეს ერთმანეთის გარეშე ხართ, არის ზუსტად აი ეს ეგო, თქვენი ორივესი. ან ერთი პარტნიორის და მეორეც საკმაოდ ჯიბრში უდგება ამის გამო. ხო. თუ ახალი პარტნიორი მოდის თქვენს ცხოვრებაში, მეგობრებო, ამას ჩავშლის შემდეგ უფრო მეტად გავიგებთ, ეს სიტუაცია გექნებათ ამ ახალ პარტნიორთან. კარგი, მოდი გავიგოთ კიდევ რა ახალი მოდის, რა ახალი სასიხარულო მოდის თქვენს პირად ცხოვრებაში, აი ამ წლის ნოემბრის თვეში. საინტერესო.
ეხლა მიყურებთ ისეთი ადამიანები, მეგობრებო, ვინც საკმაოდ მარტოსული პიროვნებები ხართ. აი, იცით როგორ მარტოსული, რომ აი ესე გადატანითი მნიშვნელობით რო ვთქვათ, თუ დავუშვათ ადამიანების უმრავლესობას ყავის დალევა მარტო ის ამ ხალხთან ერთად უყვართ და მარტო ვერ სვავენ, აი თქვენ ეს მარტო დალევა გაბედნიერებს და თქვენ ეს მარტო ყავის დალევა მარტო უფრო გიყვართ. აი სუფრასთან მარტო ჟღერა, აი რაღაცა მარტოობაში ხართ ამ წუთას და ძალიან ესე გსურთ ახლა. ძალიან ბევრ ამას ფიქრობთ, აანალიზებთ. სხვათა შორის თუ ქალბატონები მიყურებთ, აი კაფეში ჯდომაც კი მარტო გიყვართ, რაღაცა ისეთ ენერგიებში იმყოფებით ახლა. ცუდი არ არის ეს, მეგობრებო, ძალიანაც კარგია, მე თუ მკითხავთ, ჩემი აზრით, მეც ვარ საკმაოდ ესეთი პიროვნება, რომ მარტო ყოფნა ძალიან მიყვარს, ვაფასებ და ჩემს თავთან ყოფნა მიყვარს მოკლედ და განსაკუთრებით კაფეში ჯდომა მიყვარს მარტო. და თქვენც მიყურებთ ესეთი ქალბატონები, ვინც ხართ აი ესეთ ენერგიებში ახლა გადასული, ანუ თქვენი ბედნიერება არ არის დამოკიდებული ვინმე სხვა პიროვნებაზე მოკლედ რა, ანუ მარტოობაშიც მშვენივრად გრძნობთ თავს. თუმცა გაქვთ რაღაცა ისეთი ფიქრები, რაც გაწვალებთ და შეიძლება ზედმეტებშიც გადადიხართ ხოლმე აი ამ ფიქრებით, ზედმეტს ფიქრობთ ხოლმე. თუმცა მთლიანობაში 50-50 ეს თქვენი მარტო ყოფნის სურვილი რა, ანუ კი გინდათ ახლა ესე კარგად გრძნობთ თვითონ თავს, მაგრამ არის მომენტები, როდესაც უკვე გაწუხებთ ეს სიტუაცია, მეგობრებო. თითქოს ახლოს არავის არ უშვებთ, რაღაცა ესეთი მომენტი გაქვთ, მარტო გირჩევნით ყოფნა. თუმცა მომენტებში გაწუხებთ ძალიან, რადგან გადადიხართ ძალიან ისეთ შეიძლება ნეგატიურ ფიქრებში. ხო. აი რაღაც იცით როგორ ის მომდის, აი საკუთარი თავის გამოჯამრთელებაში ხართ აი ახლა. თქვენს მენტალურ მხარეს და მენტალურ მდგომარეობას აჯანმრთელებთ და აჯანსაღებთ აი ამ მარტო ყოფნით. კარგი, რა სასიამოვნო სიახლე შემოდის თქვენს პირად ცხოვრებაში აი ამ ნოემბრის თვეში. საინტერესო. სიტუაცია, მეგობრებო, სადაც იყავით დაბლოკილი. ანუ სპეციალურად რა, ძალით ასე ვთქვათ, ძალით დაბლოკილი, შეიძლება ვიღაცებს თქვენი პარტნიორი დაბლოკილიც გყავდათ. აი ეს სიტუაცია და სხვათა შორის ვიტყვი იმასაც, რომ ხო, ეს დაბლოკვა ძალით იმიტომ მოხდა, რომ თქვენ რაღაცნაირად თქვენს თავზე იფიქრეთ თითქოს. რადგან ეს ყველაფერი ამ ადამიანის ესე დაუშვათ საიტზე ნახვა, ამ ადამიანის დადებული სურათები თითქოს გაღიზიანებდათ ძალიან. და ამიტომ არის თქვენი მხრიდან ეს რაღაცა ბლოკი. თუ ამ ადამიანის მხრიდან თქვენიც შევიფიქრეთ, მისი მხრიდან არის დაბლოკვა, ის იყო ესეთ სიტუაციაში აღიზიანებდა ძალიან თქვენი აქტიურობა სოციალურ ქსელში. და რა სასიამოვნო სიახლე შემოდის და ზუსტად აი ამ ბლოკების გახსნა, მეგობრებო, ძალიან საინტერესოა. და გადასვლა რაღაცა დიდ ბედნიერებაში, გადასვლა პარტნიორულ ურთიერთობაში, მეგობრებო, ძალიან საინტერესოა. აი თითქოს ეს ბლოკები, რაც დაადეთ თქვენ ორივემ ამ ურთიერთობას, ხო?
ეს უფრო ეხება დაპაუზებულ ურთიერთობას, ან უკვე რომ მგონიათ რომ დასრულებულია ასეთ ურთიერთობას. აი ამ ეს ახალ საკითხს არ შეხება, ახალ პიროვნებას არ შეხება. ეს ეხება უფრო აი ესეთი ტიპის ურთიერთობა, სადაც არის დაპაუზებული სიტუაცია, ან რომ გგონიათ რომ всё ყველაფერი დასრულდა და მორჩა, აი ზუსტად შემოდის თქვენს სიტუაციაში აი ამ ბლოკების გარღვევა. თითქოს აი მიხვდებით ორივე, რომ რატო ვიბლოკებით, რა საჭიროა, როდესაც აი ამ ბლოკების გამო ზუსტად ორივე ძალიან ცუდად გვგრძნობთ თავს და შეიძლება ამ პიროვნებამ დაგპატიჟოთ სადმე შევხვდეთ ერთმანეთს და აი ისაუბროთ ამ საკითხზე და ძალიან დადებითი ემოციებით და ბედნიერებით აგავსებთ ეს შეხვედრა თქვენ, მეგობრებო, რადგან აი თან როგორი ბედნიერებით აგავსებთ იცი, აი ეს ადამიანი თქვენს ცნობიერებაში საკმაოდ ისეთი პიროვნება, აი თითქოს ოჯახის წევრი. ეხლა აქ არ მიჩნევს მაინც და მაინც ოჯახის წევრი იყო, ან მეუღლე იყო და ასე შემდეგ, ხო? ანაპირებდით რაიმეს, შეიძლება ასეც იყო, უკვე სერიოზულ ურთიერთობაში იყავით გადასული, მაგრამ ამ წუთას გაჩერებული გაქვთ ურთიერთობა და აი ეს ყველაფერი გაგაბედნიერებთ, მასთან შეხვედრა, მასთან აი ესე ან თუ მარტო swavdit აქამდე, ახლა მასთან ერთად ყავის დალევა, გაგაბედნიერებთ ძალიან, კარგად იგრძნობთ თავს და აი ზუსტად აი რაღაც ეს ჰაეროვნება, ჰარმონია, ოჯახური ბედნიერების შეგრძნება გექნებათ ორივეს. ხო, ვინ არის ეს პიროვნება, ვინც აი ასე ძალიან გაგაბედნიერებთ, მეგობრებო. და კიდევ აღნიშნავ იმას, რომ აი ეს ბლოკები ახლა რაშიც ხართ, ხო? ორივეზე მაქვს საუბარი, სხვათა შორის ორივე თქვენს და ის პიროვნებაც საკმაოდ აი რაღაცნაირ სულიერ სიცარიელეს განიცდით ძალიან. ვიღაცებს შეიძლება ფინანსური პრობლემების გაგიჩნდეთ აი ამ სიტუაციის გამო, რადგან ვინმემ რამე კი არ წაგართვათ და წავიდა, უბრალოდ აი თქვენ იმდენი ენერგია აღარ გაქვთ თითქოს. და ის ადამიანიც იგივე სიტუაციაშია, რომ აი იმუშაოთ ხალისით, გამოიმუშაოთ თანხები და ასე შემდეგ. ხო, და აი ამ ყველაფერს გაარღვევს თქვენი ეს შეხვედრა და გაცვლილი ემოციები ერთმანეთთან. ძალიან კარგი. ვინ არის ეს პიროვნება? ვინც აი ესე ძალიან გაგაბედნიერებთ. ვინ არის? ხო, სხვათა შორის მინდა გითხრათ, რომ ეს პიროვნება შეიძლება თქვენზე ასაკით პატარა იყოს, პაჟის ენერგიებში ამოვიდა, ან ვიცით უკვე, რომ პაჟის ენერგიებში ადამიანი ან ასაკით პატარა ყოფს, ან უფრო ისეთ ახალგაზრდულ ენერგიებში ადამიანი, ესეთი პიროვნება არის საკმაოდ ენერგიული სხვათა შორის და საკმაოდ აი სულ რაღაც კვერთხების ენერგიებში ამოვიდა ეს ადამიანი, თავის სტაბილურობაშია ეხლა ვითომ, მაგრამ თუ ფიქრობთ, რომ ეს ადამიანი თავის სტაბილურობაშია, ძალიან ცდებით. იმიტომ რომ ეს ადამიანი ფიქრობს რაღაცა გეგმებს სახავს, არჩევანი აქვს გასაკეთებელი თავის გონებაში. შეიძლება თქვენ ზუსტად იმის გამო დაბლოკეთ, რომ აი რაღაც აი ამ სტაბილურობას ხედავდით მის ცხოვრებაში და გაღიზიანებდეთ მაინც ეს სიტუაცია და ამიტომ რომ აღარ გენახათ ზუსტად ამიტომ დაბლოკეთ ეს ადამიანი, მაგრამ რეალურად მეგობრებო, ეს რასაც სოციალურ ქსელებში ხედავთ, დიდად სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან აქ საკმაოდ დიდი არჩევანი აქვს ამ პიროვნებას თვითონ გასაკეთებელი. რაღაცა გეგმებსაც სახავს სხვათა შორის, როგორ მოიქცეს და როგორ გადავიდეს ქმედებებზე და საკმაოდ დიდ არასტაბილურობაშია თვითონ ეს პიროვნება. ხა არ ვიცი მის ცხოვრებაში რა მხრივ არის სტაბილურობა, ვინმე სხვა
პიროვნება არის მის ცხოვრებაში თუ ასე შემდეგ. ყოველ შემთხვევაში ეს საკმაოდ არასტაბილურად არის იმ სიტუაციაში და ფიქრობს, რომ არჩევანია გასაკეთებელი და გეგმავს ამ ყველაფერს, როგორ გააკეთოს არჩევანი. თქვენ წარმოიდგინეთ და ეხლა ყველაზე სასაცილო ის არის, რომ თქვენ რომ გონიათ, რომ აი ეს არის კოშკის არკანი, ძალიან საინტერესოდ არის აღნიშნული აქ ამ არკანზე. ეს სიტუაცია ზოგადად ყველგან ხომ კოშკის არკანი ასეთია, რომ ინგრევა რაღაცა და ხალხი ცვივა და ასე შემდეგ. მაგრამ მეგობრებო, მინდა ყურადღება გაამახვილოთ აი ზუსტად ამ პიროვნებაზე, რომელიც თავის ადგილზე დგას და არ იძლვის. ინგრევა კოშკი, ხალხი კვდება, ცვივა, გარბის, რა ვიცი, ერთ ამბებში არიან პანიკაა გარშემო, მაგრამ ეს არ იძლვის ადგილიდან. ესეთი არის ის პიროვნება, ვისაც გაქვთ დაპაუზებული ურთიერთობა და ვისაც გონიათ თქვენ, რომ დასრულებულია. ეს პიროვნება თვითონ არ მიდის ამ ურთიერთობიდან. შეიძლება რეალურად არ ვიცი, ვიღაცასთან შეიძლება წავიდეთ თვითონაც, მაგრამ უფრო ისეთი ენერგიები მომდის, რომ შეიძლება უბრალოდ გაიძულათ თქვენ, რომ წასულიყავით ამ ურთიერთობიდან. მაგრამ რეალურად თვითონ არ არის წასული და თუ ხედავთ ამ ადამიანს რაიმე სახის სტაბილურობაში, ეს ძალიან დიდი ტყუილია, რადგან თვითონ საკმაოდ არასტაბილურად, საკმაოდ დისბალანსშია და აქვს არჩევანი გასაკეთებელი. და ზუსტად ამის გამო გეგმებს სახავს, ასე ვთქვათ, როგორ მოიქცეს და რა გააკეთოს. ძალიან საინტერესოა. საინტერესო პიროვნება არის თვითონ, რადგან ვიცი, მომწერეთ მე თუ ვინმესთან გამოჩნდა ასეთი პიროვნება, ძალიან მაინტერესებს, რომ რა სახის ნაბიჯებს გადმოდგამს თქვენსკენ და რა არჩევანს გააკეთებს საერთოდ. კარგი. კიდევ რა სასიამოვნო სიახლე შემოდის თქვენს პირად ცხოვრებაში აი ამ წლის ნოემბრის თვეში. რაღაცა ძალიან ჩქარობს. აქ ეს რაღაცა უფრო ოფილების გაშლა გამომივიდა, იმიტომ რომ ორჯერ გავშალე და ორჯერვე უფრო ისეთ სიტუაცია ამოდის, სადაც გაწყვეტილი გაქვთ ადამიანთან ურთიერთობა. ჯერჯერობით ახალი არავინ არ ჩანს. მეგობრებო, ძალიან სწრაფად მოხდება თქვენს რეალობაში ესეთი ამბავი, რომ ადამიანი, რომელიც საკმაოდ ნელია ურთიერთობებში, ვიტყოდი, როგორი ტიპაჟი ეცი, ბევრს ფიქრობს ძალიან, ბევრს აანალიზებს. რაღაცა სულ რაღაც პუნქტები აქვს თავისი ჩამოწერილი, რომ აი დაუშვათ თუ მამაკაცი არის არჩევანი, როგორი სიტუაცია იცით, რომ აბა ამ საკითხს აკმაყოფილებს იმას, რაღაც ესეთი ტიპაჟია და ესე ფიქრობს თავის ვისთანაც აქვს ურთიერთობა, ზოგადად ასეთი ტიპის მამაკაც, აი ესე რაღაცა სტანდარტები აქვს თავისი შექმნილი და ამ სტანდარტს აკმაყოფილებს, მონიშნავს იმას, აკმაყოფილებს იმას არა და ასე შემდეგ. აი თქვენს შემთხვევაში ახლა მე მგონი თქვენ ყველა სტანდარტი დააკმაყოფილეთ უკვე და შეიძლება ძალიან დროში გაეწელა მოსვლა, მაგრამ მოვა ძალიან ისე ამაყად, თავაწეულად, რადგან თქვენ საკმაოდ ხართ ისეთი პიროვნება, ვისთანაც უხარია მოსვლა და რატო ყურადღება გაამახვილეთ ამაზეც, რომ ეს პიროვნება თქვენ მისთვის ხართ ისეთი პიროვნება, ვინც ყოველთვის ტაშს უკრავს, ვინც იმას აძლევს რაღაცა ცეცხლს და ენერგიას იმისთვის, რომ უფრო მეტად წარმატებული იყოს. ნუ აქეთ რამდენად გასცემს ვერ გეტყვით.
მაგრამ თქვენ ადრე ესეთი იყავით მის ცხოვრებაში, რომ ყველაფერზე ტარს უკრავდით და ყველაფერზე აი აძლევდით რა ქვია მას სიტყვა დამავიწყდა მოტივაციას აძლევდით, რომ აი უფრო მეტი და მეტი გაეკეთებინა და შეძლებოდა და აჯერებდით რა საკუთარი თავის ანუ თავდაჯერებულობას აძლევდით უფრო მეტად, რომ უფრო წარმატებული ყოფილიყო და მე მგონი მაგის მერე ვერც ვერავინ ნახა ასეთი რომელიც ესე სულ ყველაფერზე გაამხნევებდა და ფიქრობს რომ ბევრი რამე აქვს გასაკეთებელი ამ ურთიერთობაში, რომ დაგიბრუნოთ თქვენ, რადგან ხვდება მაგდენს, რომ ძალიან გაეწელა დრო და აღარ იცის უკვე როგორ დახვდებით და რამდენად ისევ ასეთი იქნებით მისთვის, მაგრამ ძალიან სწრაფად გადმოდგამს ეს პიროვნება ნაბიჯებს და გადმოდგამს ნაბიჯებს საკმაოდ სტაბილური ურთიერთობისთვის. თუ ამ შემთხვევაში იყო ისეთი სიტუაცია, რომ ეს ადამიანი წავიდა ამ ურთიერთობიდან გაიქცა, ასე ვთქვათ, მოხდება შეთანხმება თქვენს შორის, რაღაც აი ეს სიტუაცია რაც გაქვთ დასრულდება და რაღაც შეთანხმებას მიაღწევთ და საკმაოდ მალე ექნება ამ პიროვნებას უკვე ნაბიჯები. საკმაოდ დიდი ხანია ელოდებით და გაიწელა. შეიძლება არც ელოდებით ვიღაცები უკვე აღარც ელოდებით, მაგრამ ამ ადამიანს აი ეს თავისი გეგმები და რაღაც ერთი ამბები, ფიქრები გაეწელა ძალიან დროში და როგორც იქნა მოვიდა ის დრო, რომ გადმოდგას ნაბიჯები და გამოვიდეს კონტაქტზე. საინტერესოა. თუმცა უფრო მეტი სტაბილურობით მოდის თქვენს ცხოვრებაში ამჟამად. კიდევ რა სასიამოვნო სიახლე შემოდის თქვენს პირად ცხოვრებაში აი ამ ნოემბრის თვეში. ნახოთ. ვისაც ესეთი სიტუაცია გაქვთ მეგობრებო ახლა, აი იცით როგორი გაჩერებული, გაყენული ხართ ერთ ადგილზე, აი ესე არ იცვლით, რაღაც ვიღაცები მართლაც ასეთ პოზაში ხართ, სულ რაღაცა წოლა გინდათ და ფიქრი და სულ მოლოდინის რეჟიმში ხართ შეხედა მეგობრებო, სულ ელოდებით რაღაცას, ვიღაცისგან მესიჯს თუნდაც რაღაც შეტყობინებას ხო? აი ეს ყველაფერი შეიცვლება მეგობრებო, სხვათა შორის და თქვენ ვიღაცებს შეიძლება მიყურებთ ცეცხლის სტიქის წარმომადგენელი ქალბატონები, მომენტალურად შეიცვლება ეს სიტუაცია თქვენს ცხოვრებაში, ამოძრავდებით, გააქტიურდებით, გალამაზდებით, იზრუნებთ საკუთარ თავზე, საკუთარ თავდაჯერებულობაზე, აი ეს სასიამოვნო სიახლე შემოვა თქვენს ცხოვრებაში და ასევე რაღაცა გადაადგილება გელოდებათ მოულოდნელი მეგობრებო და რა სასიამოვნო სიახლე შემოდის თქვენს პირად ცხოვრებაში აი ამ გადაადგილების დროს. ვნახოთ აბა. საინტერესო რაღაცა, იცით როგორი საბედისწერო გადაადგილება გექნებათ მეგობრებო, არ ვიცი, სადღაც წახვალთ ისეთ ადგილზე, სადაც მთლიანად შეიცვლება თქვენი ცხოვრება და აი უფრო მეტი ის მოგეცემათ შანსი და უფრო მეტი სურვილი იმის, რომ საკუთარ თავს დაუბრუნდეთ. ეს სიტუაცია იქნება თქვენთვის საბედისწერო იმ მხრივ, რომ აი ამ გზაზე, აი ამ გადაადგილების დროს შეხვდებით პიროვნებას, რომელიც თქვენს ცხოვრებაში იქნება იმპერატორი, მთავარი ადამიანი, საკმაოდ ისეთი აქაური იმპერატორი, ცოტა მთლად ისეთიც არ არის ჩემი აზრით მოსაწონი.
იმიტომ რომ ეს ადამიანი იმ წუთას შეიძლება იყოს როგორი, იცით, ან დაოჯახებული, მოკლედ რაღაც არჩევანი ექნება გასაკეთებელი ამ პიროვნებას, ვისაც თქვენ შეხვდებით და მაგრამ საკმაოდ დიდ როლს ითამაშებს თქვენს ცხოვრებაში. აი, ძირფესვიანად შეცვლის თქვენს ცხოვრებას ეს პიროვნება დადებითისკენ სხვათა შორის, რაც არ უნდა ესეთი არჩევანში იყოს, ეს პიროვნება რაღაც ცუდის მომტანი არ არის თქვენთვის, დადებითისკენ შეცვლის ეს პიროვნება თქვენს ცხოვრებას. მოულოდნელად, ძალიან მოულოდნელად იქნება აი ეს სიტუაცია, ესე დაგატყდებათ თავს, რასაც ქვია. ხო, კიდევ ერთხელ ვიკითხავ, რა სასიამოვნო სიახლე. მოდი ავჭახავ, რომ გამომადგეს არკანები, ბოლოსაც ვიკითხავ. და დაგემშვიდობებით შემდეგ. იცით ხომ ალბათ, რომ ჩემთან ვარიანტები ესე არ მაქვს დაყოფილი, უბრალოდ ერთი და იგივე კითხვას ბევრჯერ ვკითხულობ, რომ ვიღაცასთან ერთი რეზონირდება, ვიღაცასთან მეორე. ვიღაცასთან შეიძლება ყველა. რა სასიამოვნო სიახლე შემოდის თქვენს პირად ცხოვრებაში აი ამ ნოემბრის თვეში. ამ წლის ნოემბრის თვეში. ვინც ახლა ამ ვიდეოს უყურებთ, რა სასიამოვნო სიახლე შემოდის ამ ნოემბრის თვეში თქვენს პირად ცხოვრებაში. საინტერესო. რა ხდება აქ? მეგობრებო, თქვენთან მოდის ადამიანი, ვის გამოც იყავით თავს ძალიან მარტო გრძნობდით, უფრო სწორად და ძალიან ბევრი ფიქრები, ნეგატიური ფიქრები გაწუხებდათ, აი არ ვიცი, აი ამის გამო იყავით ასეთ რაღაცა მარტოობაში, ამ სიტუაციის გამო და შეიძლება ეხლა წეღანაც ვთქვი ხო, მე მგონი რომ რაღაც ნამეტან ნეგატიურ ფიქრებში შეიძლება გადაგიყვანოთ ამ მარტოობამ თქო ხო? აი ზუსტად ეგ სიტუაცია ხა და თქვენს ცხოვრებაში მოდის ადამიანი, აი ესეთი რაინდია, კვერთხების ძალიან როგორი დადებითი პიროვნება არის სხვათა შორის, ცუდი არა, მაგრამ ძალიან ენერგიული, ძალიან შეიძლება იყოს ფიცხი საკმაოდ ისეთი პიროვნება, რომელსაც უყვარს ძალიან ისეთი გადაადგილებები, შეიძლება მგზავრობა უყვარდეს, შეიძლება უბრალოდ ისეთი ცხოვრების სტილი აქვს, რომ გადაადგილდება, ან ისეთი სამსახური, რომ სულ რაღაცა ესე წინ და უკან დაიარება. და აი ამ პიროვნებასთან გექნებათ ზუსტად კომუნიკაცია. და ეს სიტუაცია ძალიან ისეთ დადებით, ჰარმონიულ, რაღაცა ნათელ პერიოდს გთავაზობთ, მეგობრებო. და რა სიტუაციას მოიტანს ეს კვერთხების რაინდი თქვენს ცხოვრებაში. აი, რაც ვთქვი ზუსტად. ძალიან, აი არ ვიცი. უზომოდ დადებითი სიტუაციებისკენ წაგიყვანთ ეს ადამიანი, მისთვის იქნებით მთავარი ქალბატონი, იმპერატრიცა, ვისთანაც გექნებათ ზუსტად აი ეს თავში რაც ამოვიდა მეგობრებო, დამიდასტურა ამ ბოლო, მას ზუსტად ის ჰარმონია და ეს ეგოები გვერდით გადაწეული, მეგობრებო, ვისთანაც გექნებათ ძალიან რომანტიული შეხვედრები, პაემნები, ასე ვთქვათ, დეითები.
როგორც გინდათ ისე თქვით. და ვისთანაც გექნებათ ოჯახი. ოღონდ ოჯახი ძალიან სტაბილური. თავისი შემოსავლებით, თავისი რა ვიცი, ყველაფრით, ჰარმონიით, მეგობრებო, რაც მთავარია. ეს პიროვნება, ეს კვერთხების რაინდი, ვინც გამოჩნდება თქვენს ცხოვრებაში, ძალიან სტაბილურობას, ჰარმონიას, ჰარმონიულ ურთიერთობას და ბედნიერებას გთავაზობთ, მეგობრებო. იცით როგორ ბედნიერებას, რომ შეიძლება თქვათ, რომ აქამდე ეს სიტუაციები, ესეთი ურთიერთობა არასდროს არავისთან არ გქონიათ. ყველაზე ძალიან მიხარია ის, რომ ამ ურთიერთობაში არ იქნება ზუსტად აი ეს ეგო. და ზუსტად ეს მომენტი გექნებათ გვერდით გადაწეული ორივეს და აი ეს გამოიწვევს ამ ჰარმონიას. მეგობრებო, და ყოველთვის ჩემთან ვინც მოდიან კონსულტაციებზე და აქვთ ესეთი სიტუაცია, ყოველთვის ამაზე ვამახვილებინებ ყურადღებას, რომ დაელაპარაკეთ ერთმანეთს. ურთიერთობაში პრობლემის გადაჭრის ყველაზე პირველი გზა არის საუბარი. საუბარი იმაზე, რომ რა გაქვთ ერთმანეთში პრობლემა. და ზუსტად ეს საუბარი გამოიწვევს მერე აი ამ ეგოების გვერდით გადაწევას. რომ აგრძნობინებ ადამიანს, რომ შენ მას არაფერს ერჩი და დაინახავს რეალურად შენს სახეს. ნუ ახლა არის ისეთი სიტუაციებიც, რომ ეს მე მაქვს საუბარი ნორმალურ პიროვნებებზე და არა რაღაცა მენტალური პრობლემებით და რაღაცა დიდი ტრამვირებით, დიდი ტრამვები რომ აქვთ ისეთ პიროვნებებზე არ მაქვს საუბარი. რა თქმა უნდა და ეს ტრამვა რომ არ აქვთ გაცვლით ცნობიერებული და რომ ვერ ხვდებიან რომ თავიანთი დანაშაულიც შეიძლება იყოს ურთიერთობაში რაღაცა მინუსი და ყოველთვის თავი მართალი გონიათ. ასეთ პიროვნებებზე არ მაქვს საუბარი. მე მაქვს საუბარი იმ ადამიანებზე, ვისაც შეუძლიათ გაანალიზება, გაგება სხვა პიროვნების გრძნობების და ვინც ხვდება რომ თვითონაც შეიძლება ცდებოდეს რაიმეში. დაგემშვიდობებით მეგობრებო, მე ბედნიერ, წარმატებულ, ჰარმონიულ ნოემბერს გისურვებთ ყველას და დროებით ხო, კიდევ შეგახსენებთ, რომ ეს ფასდაკლება ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება 60 ლარის ნაცვლად 40 ლარი ვრცელი გაშლა. კითხვების რაოდენობა არ იქნება შეზღუდული. დროებით